როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის ფიქრებზე, მის მოქმედებაზე და ყველაფერზე, რაც თქვენთან აკავშირებს. როგორც ყოველთვის, თემა შეიძლება რაღაც დასათაურება ერთი იყოს, მაგრამ ენერგიები ყოველთვის იცვლება და ძალიან გახარებული ვარ, ისეთი კარგი სიცხე გვაქვს, რომ ნეტა ასე გაგრძელდეს, აი ფანატი ვარ ძალიან სიცხეების პირადად მე. და ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ, ყველა ბედნიერი და ზოგად გაშლებში არაფერი არ მივიღოთ ისე ძალიან სერიოზულად, უბრალოდ მოусმიეთ, რა თქვენთვის არის და დანარჩენი უკვე ისეთ მსახვედრი იქნება ურთიერთობაში. თან კარგად გავირუჯები. ნახოთ მისი ფიქრი, მთავარი ფიქრი თქვენთან დაკავშირებით. როგორია მისი მთავარი ფიქრი? საერთოდ სიტუაცია რო ახსნათ, როგორც ყოველთვის აუცილებელია ეს. დაკარგულია. შეიძლება არემარეზია დაკარგული ბევრისთვის, მაგრამ რაღაცა მისი შინაგანი мотиваცია არ მომწონს. თან იმასაც ეძახის გული, რომ შენ ჭირდები, მაგრამ ის რო თქვა, რომ ახლა თქვენ გირჩევთ ეს ადამიანი და გაგიჟებულია აქტიურობით, ასე არ არის. თუ თქვენ მსგავს სიტუაციაში ხართ მისგან, მაშინ გააგრძელეთ მოსმენა. ამან ჯერ კიდევ ვერ გაიგო ვერაფერი. იმიტომ თან აგრ ხლების დედოფალში ამოხვედით და მთავარი ფიქრი აქვს იმაზე, რომ ანუ შენ გადაწყვიტე ყველაფერი, ესე იგი შენი მხრიდან დაისვა წერტილი, თუ წერტილია, თუ არა და რაღაცა მუქარასავით, ანუ ულტიმატუმი ყველაფერი თუ კი რამე შეიძლება ხლების დედოფალს ახასიათებდეს. ანუ სრული უკმაყოფილება, ანუ შენზე ფიქრობს, შენს ბოლო საუბარზე ან რა ვიცი, როდის რა ისაუბრეთ. ყველაფერზე რო ვთქვა, რომ დასკვნა აქვს გამოტანილი, ვერ ვიტყვი. ყველაფერი ესმის, ყველაფერი, მაგრამ აი რა, ვერ გაიგო რა გააკეთოს. მთავარი მისი პრობლემა თქვენთან არის გადაწყვეტილება, ჩამოყალიბებული არჩევანი თქვენთან, რომელიც არის ის საერთოდ რა მიმართულებით წაიყვანოს ურთიერთობა. მისამე ფაქტორებიც არის აქ, ნებისმიერი მესამე ფაქტორები, ანუ რა თქმა უნდა, ბევრს აქვს კითხვები, დედა ხომ არ არის ყველა თუ კი ვინმე ცხვირს ზედმეტად ყოფს ურთიერთობაში და თუ კი რაიმე შეიძლება იყოს გარემოებიდან გამომდინარე, მაგალითად, ხელის შემშლელი, მოკლედ ყველაფერი აქ არის. რას გრძნობს ეს ადამიანი? დღეს რაღაცა ძალიან უცნაური გაშლა. დღეს ყველაფერზე არის არ ვიცი. მაგალითად, ეტყვი რაღაცა კითხვას ადამიანს შეიძლება გიპასუხოს, ხო, არ ვიცი, ან რავი, ან ხო, იმიტომ. აი ძალიან რაღაცნაირი ზედაპირულია. დღეს ეს ადამიანს საერთოდ არ მომწონს. მაგრამ შინაგანით არის ძალიან გაღიზიანებული, ძალიან აფორიაქებული. თქვენს გარდა კიდევ აქვს ამას რაღაცა პრობლემები გადაუწყვეტი ჩემი აზრით, რომელიც ხელს უშლის აქედან გამომდინარე. მაგრამ აი მთავარი მისი პრობლემა არის არჩევანი, რომელიც ახლა და ამ მომენტში საერთოდ არ შეუძლია გადაწყვიტოს. თუ თქვენ გაქვთ დრო, მაგალითად, ან გაქვთ მიცემული, დიდი ხანია მიეცით დრო და კიდევ განმეორება ჭირდება ამ პროცესს, მაშინ გეტყვით, რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კიდე მოითხოვს დროს, დროზე მერე კიდე მოითხოვს დროს და ეს იქნება ძალიან წამგებიანი თქვენთვის, ანუ ხლების დედოფლის პოზიციაში რომ ხართ, დაიკავეთ ეს პოზიცია. ნახოთ მისი მოქმედება. როგორი მოქმედება ექნება? ყველაფერი შეუძლია ამ ადამიანს მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მოქმედებს არანაირად. მოქმედებას რაც შეეხება მოგვიანებით ექნება მოქმედება, მაგრამ არასრულყოფილი გააჩნია, მე ყოველთვის ვიძახი, გააჩნია კონტაქტზე გამოსვლას, გააჩნია მოქმედებას, გააჩნია ყველაფერს გააჩნია. ანუ მოქმედება ექნება ესეთ დააფიქსიროს თავისი ინტერესი თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ როგორც ასეთი შემოგთავაზოს რაღაცა კონკრეტული, აი მე შეგთავაზობ ამ 1000-ს, ამ ბედნიერებას, მაგალითად, ამ სრულყოფილებას, რაღაცა ამას ჯერჯერობით ვერ უყურებ. ამ პასუხისმგებლობისთვის არ არის და თუ ვინმეს უკვე აქვს ეს პასუხისმგებლობა ჭყალებში აკიდებული, ანუ მესამე ფაქტორებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმას ძლივს აბავსავს და თქვენთან გამორიცხულია, თუ რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ხართ, ამას ჯერჯერობით თავს ვერ მოაბავს. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს თვითონ ტაროს პროგნოზი, როგორ შეიძლება განვითარდეს ყველაფერი,
გოგოებო, მე ძალიან მინდა რომ ყველაფერი კარგი გითხრათ, მაგრამ ამ მომენტისთვის ახლა როგორ რაღაცა განვითარდება თქვენ სამომავლოდ, რაღაცა ყველაფერი არის ერთ წრეზე წარსული ტრიალდება, თითქოს არაფერი სიახლე რაღაცა ქცევის მოდელი არ იცვლება, ყველაფერი არის ერთი და იგივე. არ ვიცი რა გითხრათ. რით გაგახაროთ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ჩემი გულდასულით გლოცავთ. მაგრამ ეს ადამიანი არ ვიცი. ამასთან არ ვიცი რა გამოსწორდება ამ სიტუაციაში პირადად. მე დღევანდელი ენერგიებიდან ამის იმედი არ მაქვს. თუ თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ და ისე უბრალოდ უყურებთ ამ გაშლას, მაშინ სანერვიულო არაფერი არ გაქვთ საერთოდ. თუ ჩემს გამო ბევრი მწერ ჩემს გამო შემოდიხართ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და სხვა დანარჩენ შემთხვევაში გული, რასაც კარნახობს, იმას მოусმინე. შენი გული არასდროს არ გიკარნახებს უარყოფით, ესე იგი ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა წავიდეს. ამიტომ იყავით ხლების პოზიციაში, არანაირი ემოცია პირიქით, ხედავ მიზანს და მიდიხარ ამ მიზნისკენ და მიზანი თუ არის რომ მოუჭრა ყველანაირი გზა, მაშინ იდეალურია. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.